ცნობილი ქართველი პოეტი ქალი ნინო თარიშვილი ამბობს, ვიცი, მზითევში არ მომცემენ ვეფხის ტყაოსანს, არც წასაღებად დაჰკეცავენ ქირმანის შალებს, ცაში ოთახი განათდება იაპონურად და ასე შემდეგ. ეხა თავი როა შეგაწყინოთ და ასრულებს ასე და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი, რადგან მზითევში არ მომცემენ ვეფხის ტყაოსანს. მთელი ამ ლექსის სულისკვეთება რა არის? თუ ხდებით ის ადამიანები, ვინც ტექსტების გაგებაზე გვემაიმონებით, აქ თითქოს ჩვენ რაღაცა ტექსტები ვერ გავიგეთ, ვეფხის ტყაოს ვერ ჩავწვდით თუ რაღაცა. აი ამ ტექსტის აზრი თავიდან ბოლომდე რა არის? რომ ამის ავტორს ნინო თარიშვილს ვერ წარმოუდგენია, ანუ ცაში ოთახი განათდება იაპონურად, ეს თანამედროვეობასთან იმ დროისთვის, ეს თანამედროვეობასთან არის უკვე ასოცირებული და ასე შემდეგ. ვეფხის ტყაოსნის გათანამედროვება ვერ წარმოუდგენია და არ სურს ადამიანს და ამ დროს თქვენი მთავარი არგუმენტი ეს არის, რომ ვიღაცამ, კაი დიდმა მაესტრომ თუნდაც გათანამედროვა ვეფხის ტყაოსანი. იცით, ერთ-ერთ სკოლის ზარზე, ბოლო ზარები რო იდგმებოდა ხოლმე სკოლებში, ჰქონდათ ეს თანამედროვე ვეფხის ტყაოსანი, ღადავ-ღადავით წარმოდგენილი. ავთანდილი იყო ნარკომანი ვითომ და ტარიელი რო ბნედა ემართება წყლის პირს, ტარიელს ავთანდილი შემორბოდა და ყვიროდა, ვაიმე ჩემი მემგონი გაიკრიჭატო და ყებოდა მთელი დარბაზი სიცილით. რაღაცა დაახლოებით ასეთამდე დახვალთ რა, იქ იყო გათანამედროვებული ვეფხის ტყაოსნის გმირები, როგორ იცით, სასწაულად. როსტევანიც მათ შორის და თინათინი და ასე შემდეგ, სკოლის მოსწავლეებს ჰქონდათ ეს რაღაცა იუმორისტული დადგმა. იუმორისტული ჯობია იმას, რაც რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე ვიხილეთ, იმიტომ რომ პორნოგრაფიულია ეს. და კიდე ერთხელ ვიმეორებ, აქ მხოლოდ ჩაცმულობაზე არ არის, ჩაცმულობა არ არის თავარი, აქ მოქმედებებია საშინელი, ეს არის რაღაცა ბაყვების შემოლაგება, ტიტველი ბაყვების შემოლაგება წელზე და ასე შემდეგ. ეხა ის შილიფად ჩაცმულობა, ვისაც ეჩვენება და პორნოგრაფია და არ ეჩვენება, ეს მისი ტვინის პრობლემაა. თუმცა ეხლა რატო წერა ვიდეოს რა, რომ ხვალზე ისეთი დღეებია, რომ ამ თემაზე კი არა, ალბათ საერთოდ არ შევწერ ვიდეოს, თუმცა ამ თემაზე მართლა ძალიან უხერხული იქნება საუბარი და ბარემ დავხურავ ამ თემას, ეს ერთი წლა მაპატიეთ, ესე იგი, მაგრამ წავაწნი კიდევ ერთხელ, ესე იგი, დამცირებას იმ ხალხის, ვისაც არ მოეწონა მთელი ეს პორნოგრაფია. აქვე მინდა ვთქვა, იქა იმასაც წერენ რა ზოგიერთები, რომ იქით ამ ხარესაც ვარიო, ისინიო პირიქითო იმ დათა თავაძეებს და ვიღაც ანანია გაჩიჩილაძეს აправებდენო და ეხლა ვეფხის ტყაოსანზე კუჭი აიშალესო. კი, იქით ამ ხარესაც არის ორმაგი სტანდარტები, უბრალოდ ამაზე მინდა ყურადღება გაგიმახვილოთ ზუსტად, რომ იქით ამ ხარე ხალხს ნაკლებად აინტერესებს. აქეთ ანუ ამაზე წდება გული ადამიანებს, აი ამაზე, რომ რობიკოს ტურუა რომ მათთვის სახალხო ხელოვანია და სახალხო ხელოვანმა რო ეს გაგიკეთა, ამაზე წდება ხალხს გული. მიხვდით, იქით ამ ხარე რა შვება, ნაკლებად საინტერესოა. აქ საუბარია ზუსტად იმ ჰედმაღლურ ხედვაზე, რასაც ასე ვთქვათ, ეს მხარე, რომელიც ადამიანები თვლიდნენ, რომ მათია ხალხი, რომელიც თვლიდა, რომ მათია კონსერვატორია, შედარებით რომ კონსერვატორიზმისკენ იხრება, ამათი ეს ეხლა ქედმაღლური დამოკიდებულება ხალხის მიმართ, რომ თქვენ ვერ გაუგეთ რობიკოს, თქვენ ვეფხის ტყაოსანი არ წაგიკითხავთ თქვენ, თქვენ ცუდებო. აი ეს დამოკიდებულება აღიზიანებს ხალხს და არ მოწონს და ზუსტად ამაშია საქმე, რომ რაც უფრო მაესტრო ხარ და რაც უფრო დიდი ხარ და რაც უფრო სახალხოდ იყურებს ხალხი, მით უფრო დიდი გულის დაწყვეტა ექნება შენგან ხალხს. ზუსტად ამაზეა მეგობრებო საუბარი. ვიღაცებმა მომწერეს კიდე რომ აი რა გინდა შენ კიდე ჩვენ მოგვეწონა კაცო ეგ სპექტაკლი და შენ აზრზე უნდა ვიყოთ. არ არის აქ იმაზე მოგეწონა სპექტაკლი, მოგეწონა მე არ მითქვათ რატო მოგეწონა, მაგრამ თქვენი არგუმენტები ზუსტად იმეორებს იმ არგუმენტებს, რითიც ლიბერალები, როგორც უწოდებთ ლიბერასტები, ასაღებენ ხოლმე თავიანთ ჭალებში, აправებენ ხოლმე უბრალოდ თავიანთ ჭალებში პერფორმანსებს. ზუსტად იგივე არგუმენტაციას იმეორებთ ახლა თქვენ. ეს ერთ-ერთი არგუმენტა წავიკითხე ერთგან, რომ აი გაბედა რობიკო მამის გაკეთება, გაბედა.
მადლობა ბატონო რობიკო სიმამაცისთვის. ეს არის ზუსტად იგივე, რაც თქვა ანანია გაჩეჩილაძემ, როდესაც პრეზერვატივზე დაახატა თამარ მეფე და სხვა შორის ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებიც და ზუსტად ეს თქვა, რომ ისინიც ადამიანები არიან, მე გავაადამიანურე, რა ქვია, ვეფხისტყაოსნის გმირები და სხვები ამბობდნენ, რომ აი გაბედა ანანიამ. ყოჩახ, აი რომ მადლობა სითამამისთვის ანანია გაჩეჩილაძეს. როდესაც პორნოგრაფია დადგა სამეფოს თეატრში დათათავაძემ, მაშინაც მაგას ამბობდნენ, მადლობა დათათავაძეს, გაბედა დათათავაძემ და ჩვენ ანუ ამ ადამიანებს ზუსტად ისევე ქედმაღლურად უყურებდნენ, როგორც თქვენ უყურებთ, რომ აი ფუ ამას ბნელები ამათ აესმით ამათ მაღალი ხელოვნება და საქმე რა შეიძლება მე დადგებით და რატო აღარ დადის ხალხი თეატრში? თქვენ თვითონ წყვეთ თქვენ თავს თეატრისგან, აცხადებთ აი ასეთ რაღაცეებს, რომ აი მაღალი ხელოვნება, არა ფუ ამ პლებებს და გლეხებს არ ესმით მაღალი ხელოვნება. მაშინ თუ თქვენთვის დგამთ ამ სპექტაკლებს დადექით და თქვენ ერთმანეთს ანახეთ ეს სპექტაკლები. ზუსტადაც ხალხს უნდა მოწონდეს სახალხო რეჟისორი და არც ეგეთი უგემოვნო არის ხალხი, როგორც თქვენ გსურთ და გინდათ, რომ დახატოთ რა, არ არის თლად ეგრე საქმე. ანუ იმის თქმა მინდა ზუსტად, რომ ადამიანებს ხალხს ზუსტად ეს ეწყინა, ზუსტად ეს ამან დაწყვიტა გული, რომ ეს გააკეთა იმ მხარემ, ასე ვთქვათ რა, რომელსაც წარმოადგენს მათი შეხედულებით მაესტრო რობიკო სტურუა წარმოადგენს იმ მხარეს, რომელიც იხრებოდა კონსერვატიზმისკენ, იხრებოდა ხალხისკენ. და ამ მხარემ, რომ აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ვიღაცამ ვეფხისტყაოსანი, ასე ვთქვათ, შეურაცხყვათ, ანუ თვითონ ფაქტზე, რომ ვეფხისტყაოსანი შეურაცხყვეს და ცუდად შეეხნენ, ამაზე არ არის აქ მხოლოდ საუბარი. ვინ გააკეთა ეს? ზუსტად ამაზეა საუბარი. თქვენ კიდევ გახართ და ამ ხალხს უხსნით, რომ რობიკო თურმე ყოფილა მაესტრო, ეს ყოფილა დიდი, ზუსტადაც დიდი მაესტრო რო ყოფილა ხალხის თვალში, რომ კონსერვატორული მიმართულებისკენ იხრებოდა, ანუ არსებული ხელისუფლებისკენ, რომ ეს ადამიანი სახალხო ადამიანად იყო მიჩნეული და ამან გააკეთა ეს, ამ ზუსტად ეს არ მოწონს ხალხს და ზუსტად ეს წყვეტს გულს ადამიანებს, ამაშია სწორედ საქმე. შენ როცა ხარ და პოზიციონირებ როგორც კონსერვატორი, რა თქმა უნდა კონსერვატორიზმი ნიშნავს იმ გარკვეულ შეიძლება ესეთი გიჟი და გადარეული კონსერვატორი არ იყო, როგორც ზოგიერთია და რაღაცა საშინელებებს ითხოვდნენ, მაგრამ მაინც ასე თუ ისე თუ შენ იხრები კონსერვატორიზმისკენ, თვითონ სიტყვაც გეუბნება ხო ეს რაღაცეების შენს ტვინში, შენს ცნობიერებაში რაღაცების დაკონსერვებას ნიშნავს, არის რაღაცეები ხელშეუხებელი, უნდა იყოს რაღაცეები ხელშეუხებელი. თუ არა და მაშინ მოდი რა გეხვეწებ, ნუ პოზიციონირებ მაშინ, როგორც ლიბერასტების დედავატირე, ნუ პოზიციონირებ ესე მაშინ და ეგ არის არავის არაფერი არ ეწყინება შენგან. ზუსტად ამაშია საქმე ხალხს. ფრაზები ამ სპექტაკლის კრიტიკა იოლია გაგება ძნელი. არგით ბიჭო, არ გინდათ ეს რაღაც სულელური ამპარტაუნობა რა. როგორმე რაღაც გაგვიგია და ამასაც გავიგებდით თუ იყო გასაგები. არაერთხელ თქვი უკვე, რომ აქ არ არის მხოლოდ ჩაცმულობაზე საუბარი, რატომღაც პორნოგრაფიულ ჩაცმულობას, რომ ლინჯერი რო არის პორნოგრაფიის ერთ-ერთი მიმდინარეობა, ისე აცვია ზუსტად ამ ქალმსახიობს, მაგრამ ჩაცმულობაზეც არ არის მხოლოდ საუბარი, აქ არის მოქმედებებზე შიშველი ბაყვების შემოლაგება, იმაზე წელზე და რაღაცები, ნუ არ არის რა ელემენტარულად არ არის რა და დადგებით აქა და ეს რაღაცა კრიტიკა იოლია გაგება ძნელი. ნუ ის კიდე ცალკე ამპარტაუნობა, რომ თურმე ნუ ცოტა ისეთ ადამიანებსაც ეწერათ, რომ გული დამწყვა, რომ რობიკო მაგვაღებინა ხელში ვეფხისტყაოსანი და კითხვა დაგვაწყებინა. არ გინდათ ეხვეწებით რა, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ვინმე კითხვა დაგვაწყებინა, მოდით მე დავიწყე ეს ვიდეო ერთ-ერთი ქალი ქართველი პოეტის სტროფით და მოდი ამჯერად კაცი ქართველი პოეტის სტროფით დავასრულებ სტრიქონით. შენ სისხლო ჩემო, შენი დინება ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძნია და სიტყვა რაც კი გეჩოთირება
ვცდილობ გაშორო, რაც შემიძლია. ანუ იმდენად სადღაც სხვაგან არის ეს ვეფხისტყაოსანი, რომ სიტყვაც კი საჩოთირო, სიტყვაც კი უნდა ვაშოროთო. და სიტყვა რაც კი გეჩოთირება, ვცდილობ გაშორო, რაც შემიძლია. სიტყვაც კი და თქვენ ამ დროს რაღაცა ამ პორნოგრაფიულ მოქმედებებზე მელაპარაკებით, რომ იმიტომ არ მომეწონა, რომ თურმე ვეფხისტყაოსნის ტექსტი ვერ გავიაზრე კარგად და თურმე რობიკოს სპექტაკლი ვერ ჩავწვდი თუ ვერ ავწვდი თუ რაღაცა. ვეჩოთირება, მეგობრებო, ვეჩოთირება და ძალიან გთხოვთ, არ გინდათ ეს რაღაც კიდევ ვიმეორებ, სახელოვნებო ამპარტავნობა თუ არა, ის არ იყოს იქ. გამოაცხადეთ ბატონო სახელოვნებო ელიტის ავტონომიური რესპუბლიკა და იყავით ცალკე თუ ხალხთან არ გინდათ ყოფნა. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა, მრავალ აღდგომას დაესწარით თვალი.